გამარჯობათ. გამარჯობათ. დედიკოს დღეს მთელი დღე დავაჭრებ წინდაუგან. ვაწვალებ. დიდესთან ერთად ნამცხრები გამოვაცხვე და ვახშამსაც მიმზადებს დედა, უბრალოდ მე ვიმზადებ საკუთარი თავისთვის. და ეხლა ნამცხრები არის ღუმეში და ცხება და უნდა მაჭამოს დედამ, მაგრამ მე მგონი მეძინება და ნამცხრებს ვერ დაველოდები. ხოდე? გუშინ 3 საათამდე კი უნდა თვალები დაყოლებული, მაგრამ მე 9 საათი გაღვიძების გარეშე მეძინა, დედიკოს დავაძინე და მამიკოს დავაძინე და ძალიან კარგი ბიჭი ვარო. რომც არ დამეძინებინა, მაინც კარგი ბიჭი ვარო, მაგრამ ახლა კიდე უკეთესი ბიჭი ვარო, ხოდე? ხოდი? მე როგორ გაძინებ? მეძინებაცა. კარგად ვართ, მშვიდად ვართ, ლაგდებით. იოს ჯერ ქართულ დროებზე აქ ძილი და ძალიან რთული გადმოსაყვანი არის, იმიტომ რომ წუწუნებს წერს. ძილი არის ერთ-ერთი რაღაცა, რაზეც წერის ხოლმე ეს ბავშვი. უამრავი საქმე მაქვს, უამრავი გასაკეთებელი, მაგრამ ჯერჯერობით წესიერად ვერაფერს ვასწრებ, იმიტომ რომ ბატონი იო ითხოვს ყურადღებას და ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ეს ბატონი არის. მამიკო ძალიან ბეჭდად არაგებს, რესხავს, წმენს, ყველაფერს აწესრიგებს და ერთმანეთს ვენაცვლებით და ვსწავლობთ ახლა ორი ერთად მას. ამას მარტო აკეთებენ ქალები თქო, ჩემთვის უხსნა, მე ჩემი გვარ ყავს სახში რომ მე ყველაფერს აკეთებს, ყველაფერს აბსოლუტურად. ხო და საჭუჭუნო არ არის თქო, უბრალოდ ძალიან ბევრი საქმე როგორ გამყვავს პარალელურად, ეს არის რთული და მე ძალიან დადაბლებული მაქვს ენერგიის დონე. ой, მე დეკუჯი როგორ გიხდება. ხვალ მედვარ ჩემ დედამთიდან და მოყავს კომი და კომისთან ერთად საქმე ისიც ხო ბავშვია. რომ მეტი გვექნება წამოდე დავიცი. ნუ დავაძრეეთ. ქართულ დროზე ეძინება ისევ შუადღის ძილი უწევს ქართულ დროზე და იმიტომ ეძინება, მაგრამ ვცდილობ რომ რაღაცნაირად ნელ-ნელა გადმოვიყვან. ბენეტყი. ემხილა მიკელა ტელევიზორი ჩამართვა. მოვიდა მამიკო, გუშველა მამა. 황영아. 재밌어. 어떠지롱.